იცით როგორ სპეცრაზმელს უცემ პატივს? აი ასეც. დღევანდელ სახელმწიფო დროშას წირო დაუფენენ. ხელს შეაიღებს აკოცებს და ფეხს არ დაადგმს. ახლა მოგმართავთ კოცებს. თქვენ არ იყავით ვიდეოზე რო უწერდით ქართულ პოლიციას და ჯარს. გვიამაყებითო რევოლუციისგან გვიცავთო. ახლა რა შეიცვალა? სად ხართ? რატო ხართ ჩუმად? როცა სპეცრაზმელებს იჭერენ და ზოგ სპეცრაზმელს იძულებით ემიგრაციაში უწევს წასვლა. ახლა ჩუმად რატო ხართ? რა შეიცვალა? მოდით მე გეტყვით. დღეს საქართველოში არსებული სისტემა პირდაპირ ემსახურება ერთი კაცის პირად ინტერესებს. ეს კაცი გახლავთ ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად არცერთი ჩვენთაგანი არ ვაინტერესებთ. სათავისო კაცია, როგორც თვითონ სჭირდება, ისე მოიქცევა ყოველთვის. ამიტომაც მოგმართავთ ჩემი ქვეყნის ძალოვნებს. პოლიციელებს, სპეცრაზმელებს, ჯარისკაცებს. როდესაც ქართულ სუფრაზებს ხდებით, ჩვენ სვავთ სადღეგრძელოებს. როგორც ჩვენი წინაპრებისა, ასევე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ერთობის, ჩვენი წმინდა სალოცავების, ოჯახების, მოკლედ ჩვენ ვილოცებით. ქართული სუფრა ზოგადად ლოცვა არის. სადღეგრძელო არის ლოცვა. ლოცვა კი ჩემთვის ფიცი არის. ფიცი, რომლის გატეხვასაც ნამდვილად არასდროს არ ვაპირებ. სიცოცხლის ფასადაც კი დავიცა ამ ფიცს. ამიტომაც მოგავართავთ თქვენ. თქვენ ჩემზე გაათიცით რა უნდა მოიქცეთ. მე ერთ-ერთმა გვარდიელმა ადრე მასწავლა. ასეთი რაღაცა გამიზიარა. ჩვენო გვარდია ვართო, ფიცი გვაქვს დადებულიო, გვარდია არ ნებდებაო, გვარდია ბრძოლის ველზე კვდებაო. ჩვენ თანამებრძოლებსო არც ერთ შემთხვევაში არ მივატოვებთ. ხო და, ჩემო ძმებო, მგონი თქვენი დასაწერი არის დღევანდელი ისტორია. მოდი დაწერეთ ისტორია. როცა უნდა იყოს საჭირო, შეგიძლიათ ყოველთვის მიპოვოთ, იმდენჯერ გამოგგზავნიათ თქვენი სხვადასხვა თანამშრომლები ჩემ შესაშინებლად, მაგრამ თვალებზე ცეტყობოდათ, რომ ვიამაყებოდი მაშინ, როდესაც რელიგიაზე და სამხედრო გაკვეთილებზე ხელმოწერებს ვაგროვებდი, ძალიან ბევრი გადავიტანე. არაერთი დაშინება, მუქარა, იარაღის გადატანებები, ფულის შემოთავაზებები, თანამდებობები. წარეთ და ტკბილად მახსენდება მე ის დღეები, როდესაც ნახე, რომ ძალიან ბევრს აგზავნიან ჩემთან მიმართოს შესაშინებლად და მათი აბსოლუტური უმრავლესობა კი თვალებზე ეტყობოდათ, რომ ვიამაყებოდი, რომ გაუტეხელი ვიყავი, იმდენად მინდა სკოლაში რელიგიის და სამხედრო გაკვეთილების შეტანა. ღმერთის წყობით ეს ყველაფერი შევძელეთ, მაგრამ მე ზუსტად ვიცი. ხელმოწევ რამდენიც არ მქონოდა, რამდენი აქციაც არ ჩამეტარებინა, მან დრო ვიღაცებს კი არა, ძალიან ბევრს ხმა რა მოგიღოთ, ამას ვერ მივახცევდი. ამაში მე თქვენ დამსახურებასაც ვხედავ. რა თქმა უნდა და ამისთვის მადლობელი ვარ. იმიტომ რელიგიის გაკვეთილების თავარი მიზანი გახდათ, რომ ჩვენ რელიგიის შესახებ გვცოდნა რაც შეიძლება მეტი და პირველ რიგში ქრისტიანული გონიერება, სრული სივრცე და სიმტკიცე სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ხოლო ჯარის გაკვეთილები იმიტომ მინდოდა, რომ ნებისმიერი მტერი, ეს რუსეთი იქნებოდა თურქეთი თუ ნებისმიერი მხრიდან შემოსული მტერი, პირველ ხაზზე, როდესაც თქვენარი პატრიოტები და ჩემნაირი პატრიოტი ბიჭები დავდგებოდით, ჩვენ ზურგი მომავალი თაობის მხრიდან ქონოდა ძლიერი, ანუ სწავლება ქონებოდათ ამ ბავშვებს, რომ ზურგი გაემაგრებინათ მინიმუმ ევაკუაცია ქალაქის შეძლებოდათ, რომ დაეცვათ თანამოქალაქეები, როდესაც ჩვენ პირველ ხაზზე ვიქნებოდით. მე ვიცი, რომ ამას ყოველი თქვენთაგანი იაზრებდით. ამიტომაც მე ვიცი, ახლა რასაც იაზრებთ. მე შეიძლება დღეს მომკლან, ხვალ მომკლან, დამიჭირონ, არ მაქვს მაგაზე პრობლემა სიმართლე გითხრათ. წლებია ამ თემაში ვარ, ამ საქმიანობით ვარ გულწრფელი და შეიძლება ეს უბრალო ადამიანებმა არ იცოდნენ, მაგრამ მე ვიცი, რომ თქვენ იცით. თქვენ ჩემზე იმდენი რამ იცით, მე ვხედავ თქვენს დამოკიდოთ ჩემთან მიმართებაში ყოველთვის. რამდენჯერაც არ უნდა გამოეგზავნოთ თქვენი მხრიდან შესაჩინებლად გადასაპირებლად თუ დასავერბორკებლად მოდი ეგრე ვთქვათ, თქვენი უმეტესობა მეუბნებოდით, თემო გააგრძელე, მაგარი ბიჭი ხარ. ჩვენ გვიბრძანეს ეს, მაგრამ ჩვენ გვიამაყები. მიაწექი ბოლომდე. ხო და მე თქვენ გეუბნებით, თუ ჩემი სიცოცხლეა საჭირო, მეც თქვენ გვერდში ვიქნები, ოღონდ საქართველოს უნდა იყოს ეროვნული ტრადიციული დღის წესრიგი და ჩვენთან მებრძოლების მიტოვება არ უნდა ვიკადროთ. როდესაც ამას ქოცობა კადრულობს, ამას ნაცობაც კადრულობდა, ამას კადრულობდა ყველა. ვინც არ იკადრეს ერთმანეთის მიტოვება, ეს მერაბი და ზვიადი იყვნენ და კიდევაც მოკლეს ორივე. მოდი, ნუ დავნებდებით. ჩვენი ბედი ღმერთმა გადაწყვიტოს. მე მჯერა გავიმარჯვოთ, მაგრამ თუ ამ გამარჯვებისთვის სიცოცხლეც დათმობა საჭირო იქნება, დაი პირველი მე ეს ვიყო. მე ამაყი ვიქნები, თუ ჩემი სიცოცხლის ფასად
ამ ქვეყანაში თუნდაც მცირეც გავაკეთებ ჩემი ქვეყნის ეროვნულ ტრადიციული დღის წესრიგისათვის. ამიტომაც მოგმართოთ ჩემო ძმებო, პოლიციელებო, სპეცრაზმელებო, ჯარისკაცებო. ჩვენ საერთო სიყვარული საქართველოს გვაერთიანებს. ეროვნულ ტრადიციული დღის წესრიგი აუცილებელია საქართველოში და დღევანდელი სისტემა პირდაპირ დამოკიდებული არის ერთი კაცის პირად ინტერესებზე. ეს ერთი კაცი გახლავთ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ერთ-ერთი მტერი, საქართველოს ბევრი მტერი ყავს და ერთ-ერთი მტერი რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილია. მადლობა ყურადღებისთვის. თუ რამე მომივიდა, რა თქმა უნდა, უნდა იცოდეთ კიდევაც, რომ სიცოცხლის შიში არ მაქვს. უბრალოდ იმას ვიძახი, რომ ვისი ბრალი იქნება, თუ რამე მომივიდა, თქვენც გაათ მივხვდებით. რა თქმა უნდა სისტემის. მადლობა ყურადღებისთვის.